როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ გეგმებზე. რა გეგმები აქვს დღეს თავში რა უტრიალებს ზოგადი გაშლების მადლი ჩვენ რა თქმა უნდა ამაში რა თქმა უნდა გამოვიდანთ დასკვნებს და მიხვდები თუ რა შეიძლება აქედან გამოვიდეს და ტრადიციულად უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, თქვენი აქტიურობისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის ძალიან მიყვარხართ და როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და საუკეთესო დასვენებას გისურვებთ. ნახოთ მისი გეგმები. როგორი გეგმებია? არის თუ არა საერთოდ გეგმები? მისი გეგმები თქვენთან დაკავშირებით, როგორი გეგმები აქვს? ნუ 5,000-ია. სიტუაცია ისეთი არ კოშკია დასტის ბოლოს. ნუ არ ვიცი რა ვთქვა გოგონებო, გეგმებთან დაკავშირებით ძალიან კი უნდა შეიძლება გეგმები, მაგრამ არ არის სიტუაცია ახლა ამ ადამიანს გეგმა არანაირი არ აქვს, იმიტომ რომ იმედები გაცრუებულია, რაღაცა მოხდა ისეთი, რომ არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი აღდგეს საუკეთესოდ ან ისე მაინც და ძალიან გულგატეხილია, ემოციურად დანგრეულია. მე მგონი ამას დახმარება ჭირდება. და ძალიან განიცდის დღევანდელ რეალობას, რაც ხდება თქვენ შორის. გეგმებზე საუბარი არ უნდა, იმიტომ რომ მართლა ვერ ხედავს აქედან გამოსავალს, არ და გამოსავალი მართლა არის, მაგრამ ძალიან ემოციურად არის განწყობილი. თუმცა, როგორც კი მორალი ზემოთ აიწევს და რაღაცა პატარა ნაპერწკალი ჩაესახება, ეს ადამიანი აუცილებლად დაგეგმავს, ოღონდ ის არ იქნება რაღაცა გეგმა. მისი გეგმის ნაწილი იქნება, რომ აი აქ მე მაინც მგონია, რომ რაღაც სისტემატურად ისეთი გაშლებია, ვაიბი არის იმის, რომ ან დაძაბული გაქვთ ურთიერთობა, ან დასრულებულია, მოკლედ უკონტაქტოზე მიდის ყველაფერი. თუ მსგავს სიტუაციაში ხართ, იცოდეთ რომ მისი შემდეგი გეგმა კი არა უფრო გეგმის ნაწილი პატარა ნაბიჯია რომ ან შევრიგდეთ რაღაცა გაკეთდეს და რაღაცები ცვლილებებია შესატანი, მაგრამ მე ვერ ვუყურებ აქ რაღაცა გრანდიოზული გააკეთოს. თუმცა მისთვის ეს არის ძალიან დამაკმაყოფილებელი და ძალიან უნდა რომ ყველაფერი ემოციურად კონდეს კარგად ამ ადამიანს, რა თქმა უნდა თქვენთან დაკავშირებით. ისე სიმართლე ვთქვა, ისეთი ჩუმი ენერგიებია, ისე ჩუმად არის ეს ადამიანი, რომ შეიძლება გაგიკვირდეს ალბათ, რომ რამეს თუ ნერვიულობს, რამე განცდებშია, შეიძლება ბევრს აქვს ის კითხვა, რომ რა ვიცი, მახსოვრობით ყველა შეიძლება ახსოვდეთ, მაგრამ ასეთი ემოციებით შეიძლება ნამდვილად არ ფიქრობდეთ, მაგრამ კი, ძალიან ისეთი ემოციები აქვს დარდიანი. ამაზე საუბარი დიდად არ სურს. და ვიტყოდი მისი ჩუმი ჩანაფიქრები არის რომ გამოკეთდეს, ფეხზე წამოდგეს და მე ყველაფერი კარგად იქნება. მისთვის ხარ ფასეული, ძალიან საინტერესოა, მისთვის ხარ ფასეული, მაგრამ ამაზე საუბარიც არ უნდა. საუბარი არაფერზე არ უნდა, ანუ ვცდილობ, მაგრამ თითქოს ძალიან კულტურულად მიშორებს თავიდან, როცა უყურებ მის თავში ახლა აი ასეთ ფიქრებს. კარგი, გეგმის ნაწილი არა გაქვს, მაგრამ მოდი ვიკითხოთ, მაინც შევეკითხოთ ამ ადამიანს. ახლა იმედგაცრუებული ხარ, მაგრამ აი დაუშვათ, რომ ყველაფრის შანსი იყოს და იმედი ჩაგესახოს ნაპერწკალი. ამ შემთხვევაში როგორ თვლი შენი მოქმედება, როგორი იქნება? მანიპულაციური მაინც მანიპულაციური რაღაცნაირად არ უნდა რომ კვალი დატოვოს. მოქმედებასთან დაკავშირებით ჯერაც ერთის კარმა მუშაობს აქ და ყველას ქმედებები მუშავდება, ხო მისით კარმა მიზეზშედეგობრივი არასაც დათესავთ, მაინც იმას მოიმკით და თქვენ ერთმანეთთან არა გაქვთ დამუშავებული რაღაც ქმედებები, რომელიც აუცილებლად რომლის წინაშე თქვენ აუცილებლად კიდე დადგებით და ეს ადამიანი რა თქმა უნდა თავის გამოცდას ელოდება, რა თქმა უნდა შეიძლება მან ეს არ იცის, მაგრამ მე რასაც აქ უყურებ, გადაკვეთა და რაღაცა თემების დამუშავება აქ აუცილებლად იქნება და აუცილებელიც არის, იმიტომ რომ ზუსტად ეს უთქმელი საკითხები, პასუხგაუცემელი კითხვები არის და თუნდაც პასუხგაცემული კითხვებიც, რომელიც აუცილებლად რაღაც თავიდან ამოტივტივდება და აქედან გამომდინარე უფრო რაღაცნაირად ეს ცხოვრება გადაგიწყვეტ თქვენ მნიშვნელოვნად თითქმის ყველაფერს, აი ნიადაგს შეამზადებს და მე თქვენ უკვე რასაც გინდათ და როგორც გადაწყვეტ ისე მოიქცევით. თქვენს წინააღმდეგ არ არის სამყარო ნამდვილად.
როგორი მომავალი შეიძლება საერთოდ აი ურთიერთობა, როგორ შეიძლება დავინახოთ ამ აქედან, რა თქვენი ურთიერთობიდან. ძალიან მშვენიერი და ძალიან ნათელი, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი. ყველაზე რა თქმა უნდა ვერ იქნება ეს გაშლა, თუმცა ან მართლა გამოვა ერთხელ და სამუდამოდ, თუმცა სამუდამოდ არასდროს არ ითქმის ტაროში, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ტარო გეუბნებათ, რომ მომავალი თუ დაიწყებთ მართლა დამუშავებას ყველაფრის და ძირფესვიანად გადაამუშავებთ, რა გეწყინათ, ან რატო და როგორ ყველაფერს დაალაგებთ, ან ყველაფერი იდეალურად გამოვა, საერთოდ არაფერი არ გამოვა და ამისთვის უნდა იყოთ მზად. ასეთი შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. გულის სიღრმეში შენ გინდა რომ ყველაფერი ან ისე მოხდეს ან ასე, ანუ მაინც რისკის საკითხია და შენ გარისკავ ამ ყველაფერს. შმაკის არკანი, იცი რა არის? არ გარისკავს, მაგრამ რისკები საკმაოდ არსებობს. თან თუ მივხვდებით, 50-50 აქ ყველაფერი და მით უმეტეს თუ პარალელური ურთიერთობები არსებობს, რისკები ძალიან დიდია. ამ შემთხვევაში ბევრი იქნება პარალელურ ურთიერთობაში, ბევრი იქნება ისე, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას საუკეთესო ჯანსაღი ურთიერთობისკენ და ვისაც აწყობს, მოკლედ იქ დარჩება, სადაც გული თუ რა ვიცი, ქვედა ჩაკრები მიუწევს ერთი სიტყვით. ამიტომ ასეთი ამბებია აქ. მოკლედ დიდი ცდონების და გამოწვევების წინაშე დადგებით თქვენ ყველა და აქ მე არ ვფიქრობ, რომ მარტო თქვენ ორის ისტორია იყოს რეალურად. გრძნობა, აი რას გრძნობ შენ? რას გრძნობ შენ? გრძნობაზე როგორ პასუხობს, იცი? აი, კი არ უნდა თქვას, რომ ძალიან თავდაპირველი გრძნობები რო არის რაცა. შეუზღუდავი, არა. თითქმის არაფერი არ შეცვლილა გრძნობებში შენს მიმართ, იმიტომ რომ არის აქ ძალიან აქტიური ინტერესი. მაგრამ ამავდროულად ამ ადრე თუ მარტო გულით იყო, ახლა გონება ჩაერთო ადამიანს და უკვე აწონდაწონის მომენტია, ანუ პრიორიტეტში მთლად ესე რომ ვთქვა, რომ ახლა სიყვარულია და ემოცია, ასე არ არის. მის ინტერესებში უნდა შედიოდეს ყველაფერი და ინტერესები შემოიჭრა, რაღაცა დაუპატიჟებელი ინტერესებს რო ეძახიან რა, დაუპატიჟებელი ადამიანები და გარემო და სიტუაციები რო არსებობს, ასეთი სიტუაციები არის შემოჭრილი, მოკლედ მის თავში და მის გულშია, ამიტომ ვიტყოდი, რომ გააჩნია სიტუაციას, გააჩნია თუნდაც არ ვიცი რა შუაშია ადგილმდებარეობა, მაგრამ ზუსტად ეს განაპირობებს რატომღაც მერე და მერე დასტურს თუ რა გრძნობა სინამდვილეში აქვს. ახლა ვერაფერს ვერ იტყვის ვერანაირად სიტუაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება ისე როგორც იწყებოდა. არ ვიცი ვისთვის როგორი სიურპრიზი იყო ეს, მაგრამ როგორც ჩანს რაღაცა დამწყები ბიძგები ცოტა დაიგნორებული იყო და მივიდა აქამდე ყველაფერი. ასე რომ გეგმებთან დაკავშირებით ასეთი მთლიანი ისტორია მოყვა ამ ყველაფერს გოგონებო. მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში და ამ დროებით.